დღეს დილით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს, არიან დაჭრილები. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა დივერსიულმა სადაზვერვო ჯგუფმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შეღწევას სცადა. მათივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მხრიდან აღნიშნული ინციდენტის შედეგად დანაკარგი არ არის. ინციდენტის დეტალები ამჟამად გინდება. აზერბაიჯანული მხარე აღნიშნული შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. მახაჩკალაში დაღესტანის ეროვნული პოლიტიკის მინისტრის ავტომობილი ააფეთქეს. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მახაჩკალაში დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა. ეროვნული პოლიტიკის მინისტრი ბეკმურზაევი დაცვისა და მძღოლის თანხლებით სამსახურში ავტომობილ ჰონდათი მიდიოდა. ავტომობილი 20 მეტრის გავლის შემდეგ აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით მინისტრი და დაცვის თანამშრომელი დაიჭრნენ, მძღოლითი დაიღუპა. აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, იქვე იმყოფება დაღესტნის შინაგან საქმეთა მინისტრიც. ამოქმედებულია ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც დაღესტანის ეროვნული პოლიტიკის, რელიგიის საკითხებისა და საგარეო კავშირების მინისტრის ბეკმურზა ბეკმურზაევის ავტომობილზე იყო მიმაგრებული. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მინისტრის სახლიდან სამსახურში მიემართებოდა. ინციდენტი დილის 9 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ორი ავტომობილის ქვეშ შემდგარი კორტეჟი მინისტრის სახლიდან გავიდა და 20 მეტრის მანძილის გავლის შემდეგ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ბეკმურზაევმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან განუსვლო თავად მოახერხა და მანქანიდან განუსვლოში თავის დაცვის წევრსაც დაეხმარა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილური. მას თავის ქალის დაზიანება, უამრავი ჭრილობა და ბიოტრაუმა აქვს მიღებული. ამჟამად ის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება. ასაფეთქებელი ნივთიერების სიძლიერე ჯერჯერობით დადგენილი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ეს რამდენიმე კილოგრამი ტროტილი იყო. მინისტრის კოლეგები მომხდარს მის სამსახურეობრივ მოღვაწეობას უკავშირებენ. ეს დაღესტანის მთავრობის წევრებზე უკვე რიგით მესამე თავდასხმაა. ინციდენტის ადგილზე კრიმინალისტები და ექსპერტები მუშაობენ. ვენეციის კომისიის დელეგაცია და კომისიის პრეზიდენტი ჟანი ბუტიტიო თბილისში 16 სექტემბერს ჩამოვლენ. დელეგაციამ უნდა შეაფასოს, რამდენად არის გათვალისწინებული საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი, კომისიის რეკომენდაციები. გაიმართება კონფერენცია, სადაც ორივე მხარე თავის არგუმენტებს წარმოადგენს. ვენეციის კომისიამ უკვე წარმოადგინა დასკვნა საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტზე. იყო გარკვეული რეკომენდაციები. დასკვნაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მიზნად ისახავს საპრეზიდენტო სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადასვლას, სადაც აღმასრულებელი ძალაუფლება მთავრობის ხელშია, ხოლო მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. გარდა ამისა, პრეზიდენტი კარგავს ლიდერის როლს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში და ხდება სახელმწიფოებრიობის, ეროვნული დამოუკიდებლობისა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის გარანტი. შეთავაზებული კონსტიტუციური ცვლილებები ემსახურება რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს, თუმცა მთავრობის ძალაუფლების გაზრდის მიუხედავად, პრეზიდენტი ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალას, განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობების შეიარაღებული ძალებისა და საგანგებო სიტუაციების სფეროში. მთავრობის გვერდის ავლით პირდაპირ ურთიერთობა აქვს პარლამენტთან იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ერთიანობასა და ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების სწორად ფუნქციონირებას. ნათქვამია დასკვნაში. აქვე გამოთქმულია შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის როლი არ არის საკმარისად გაზრდილი და პარლამენტი არ წარმოადგენს ქვეყანაში ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუციას, როგორც წესით ამ მოდელით უნდა იყოს გარანტირებული. ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს ჩვენი გადასაწყვეტი. არაადეკვატური ხალხი, თქვენ შედეგს ვერ მიაღწევთ. ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებს კი სააკაშვილის მთავრობაში ბოლომდე არ გაიზიარებენ. ამის თაობაზე თავად პრეზიდენტმა განაცხადა. ახალი კონსტიტუციის მოდელში პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. უმრავლესობასთან შეხვედრის დროს პრეზიდენტი სხვა საკითხებით ერთად ქვეყნის მართვის მოდელის შეცვლას და მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, კატეგორიულად არ იზიარებს აზრს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების შესახებ, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშია. მაგალითად, მან იტალიისა და გერმანიის პრეზიდენტები მოიყვანა, რომელთაც ხელისუფლებაში სიმბოლური როლი აქვს. სააკაშვილს არ სურს საქართველოს პრეზიდენტიავლაბრის რეზიდენციაში იჯდეს და ხანდახან უცხოურ დელეგაციებს იღებდეს. ქაღალდზე პრეზიდენტს აქვს დაწერილი ფართო უფლებამოსილება. ერთი რამე რაც ვისწავლე, რომ თავისუფალ საზოგადოებაში და ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება. რამდენი უფლებამოსილებაც არ უნდა დაწერო ქაღალდზე. რამდენი რამე რაც არ უნდა მისაკუთრო და თქვა რომ აი ეს შემიძლია, ეს შემიძლია, ეს შემიძლია, ყველაფერი. და უთხრა ხალხს რომ მე 5 წლით ვარ არჩეული, გავამიარეთ 5 წლის შემდეგ. 5 წლის შემდეგ დაგეხმარებით, როგორც ერთ ფილმში იყო ნახ, რა თქვა. და არ შემაწუხოთ 5 წელი. შეგაწუხებენ და მე როგორ.
პოლიტიკა გადადის ქუჩაში. და ყველა ფიქრობს მუდმივ ყევებზე. იმის მაგივრად რომ ყველა მოხდეს ყველას ინტეგრაცია პარლამენტში და პარლამენტში ყველა მიიღოს თავისი მონაწილეობა, მათ შორის ოპოზიციამ გაიზიაროს პასუხისმგებლობა მთელი საკითხებზე ქვეყნის მართვის. ამიტომ არის ეს სისტემა უფრო სწორი დღევანდელი საქართველოს და არ იქნებოდა სწორი 6 წლის წინადადი საქართველოს. მე მინდა ყველა შევახსენო, რომ 6 წლის წინ როცა ჩვენ ამას ვსვიდით, მე მაშინ საჯაროდ განვაცხადოთ, ჩვენ ამ სისტემას შევცვლით უკან და საპარლამენტო თაობას შევქმნით, რომელიც არასდროს არ ყოფილა საქართველოს. შეგვიძლია ეს გაიხსენა ასე ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობა. ახლა ხშირად ამბობენ, რომ აი ცდელობა ეს კონსტიტუციის პიროვნებაზე მორგების სიტყვა პუტინიზაცია ეხმარება. ჯერთი პუტინიზაციისთვის საერთოდ არ არის საჭირო ამის გაკეთება, პუტინს საერთოდ ქაღალდზე არაფერი უბლემოსილება არ აქვს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ძალიან სუსტი ხელისუფალი კონსტიტუციით, მაგრამ ყველაფერი არის მის ხელში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე. საუბარი არის იმაზე, რომ აღარ მოხდება არც ერთ ხელში ცალკე აღებული ხელისუფლების კონცენტრაცია. მოხდება კოლექტიური ხელისუფლების ჩამოყალიბება. საუბარია იმაზე, რომ მე კატეგორიულად არ ვიზიარებ ასევე ვენეციის კომისიის, რომელიც ზოგადად მოწოს ეს კონსტიტუციური მოდელი, იმ მოწოდებას, რომ პრეზიდენტის ხელისუფლება საქართველოში დავასუსტოთ და გავუტოვოთ იგი თქვათ იგივე ბევრი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტს, სადაც სუფთა მაგალითად იტალიის პრეზიდენტს, სუფთა სიმბოლური როლი აქვს მას, გერმანიის პრეზიდენტს. და უბრალოდ სასახლეში ავლაბარში იჯდეს და ხანდახან უცხოურ დელეგაციებს ჩამოართოს 5 წუთით ხელი. საქართველოს არის ძალიან ძიმე გამოწვევების წინაშე ყოფ ქვეყანა და პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი. ჩვენ გვჭირდება ძლიერი პრეზიდენტის ხელისუფლება. მე ვარ პირველი და მე არ ვაპირებ პრეზიდენტად კეჭის ხარს, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში ესეთ რეფერენდუმი ჩატარდა, მათ ეს მეღწიეს და სხვა ჩუს ყველა გამოკითხვით ნათელია, რომ ეს საქართველოს ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის სიძლიერის გარეშე საქართველოს განსაკუთრებით კრიზის პირობებში საქართველოს მართვა იქნება ძალიან რთული. ამიტომ ამ საკითხში ჩვენ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციას ბოლომდე ვერ გავიზიარებთ. კაბრების შემოჭერა საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტსაც უნდა დაიწყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, რომ ეს საჭირო არა იმიტომ, რომ ქვეყანაში კრიზისია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს კარგად უნდა ქონდეს საქმე და არა საშუალოდ. კაბრებს შემოჭერილი ბიუჯეტის გარდა ქვეყნის განვითარებისთვის კიდევ ერთ აუცილებელ პირობად პრეზიდენტმა კერძო სექტორისათვის კარის მაქსიმალურად გახსნა დაასახელა. მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტში საშემოდგენო სესიის დაწყებისას შევა. მაქსიმუმ იმისაც რომ საქართველოს განვითარდეს ეს უნდა იყოს 30%. ჩვენ გვჭირდება ყოველწლიურად 7-დან 10%-მდე განვითარება. 5-6% არ არის საკმარის იმისაც რომ საქართველოს გავარდეს წინ. ამისათვის ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი გვექნება ქამრების მოჭერის ბიუჯეტი. არაფერი აუცილებელია მაგალითისთვის მინისტრებმა იფრინონ ბიზნეს კლასით თვითფინანსში. ყველა მიფრინოს ეკონომ კლასით. არაფერი აუცილებელია რომ უამრავი მანქანა იყიდოს. აგერ სანდრას მშობლები მე-6 თვეა რიგში დგანან, ელოდებიან 8,000 ევროიან მანქანას რუმინეთში იყიდეს, დაჩია. არც ერთი მანქანა და ეს ეხება პარლამენტსაც, უზენაეს სასამართლოსაც, ყველა დანარჩენს გარდა წარმომადგენლობით ოპერატიული მიზნებისა 15,000 ევროზე მეტი სახელმწიფო აპარატმა არ უნდა შეიძინოს. რატო უნდა შეიძინოს ამ ხსენით? რომელი სუპერ დიდარი ქვეყანა ჩვენ ვარ და ვინ აკეთებს ამას? უნდა დაწესდეს ზედაზღვარი ყველანაირ ხარჯებზე. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მინისტრისთვის საკმარისი მეტი პრივილეგია ამ ისტორიულ დროში საქართველოს მთავრობაში ყოფნა და არაფერი აუცილებელი არა გაიჯგიმება თუ არა სავალზე გაფრენილი თუ ჩვეულებრივ ხალხთან ერთად დაჯდება ჩვეულებრივ ეკონომ კლასში, როგორც არც თუ ისე მდიდარი ქვეყნის, არც თუ ისე ჯერჯერობით ბოლომდე წარმატებული მთავრობის წარმომადგენელი. იმიტომ რომ ბოლომდე წარმატებული მთავრობა იქნება, მაშინ როცა ქვეყანა იქნება ბოლომდე წარმატებული. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოპოზიციის ნაწილს თვითგამოცხადებულ ეროვნულ სინდისებს უწოდებს და მათ რუსეთის მიერ დაკვეთილი ანტიეროვნული ქმედებებისთვის კვლავ საღვედურობს. ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა გასული წლის აქციები გაიხსენა და განაცხადა, რომ ოპოზიციის შარშანდელი აქციები ფუნდამენტურად ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული იყო, თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. პრეზიდენტმა ავსტრიელი სამართალდამცველების გამოძიების საფუძველზე სრულიად ნათელი უწოდა ოპოზიციის გასული წლის აქციების დაფინანსების საკითხს და იმ გარემოებას, რომ ეს აქციები რუსულ-ქართული მაფიის მიერ ფინანსდებოდა. შარშანდელი მიტინგები თბილისში ფუნდამენტურად ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული მოქმედება იყო. და ამანაც ვერაფერი ვერ გააკეთა, ანტიქართული იყო, იმიტომ სწორედ იმის გამო, რომ ყოველ პირველ რიგში აჩვენებ თელ სივრცეს, რომ ყველაფერი ეს არაფერია და სინამდვილეში თავარი საქართველოს დინებაში არის
და მაგალითი რუსთავაზე დაყენებული გალიები და სხვა შორის დაფინანსები, ვინც დააფინანსა, ესეც კარგად გაიგო. ავსტრიის პოლიციამ გამოაყენა 53 გვერდიანი ანგარიში, სადაც დადასტურებულია, რომ ამას აფინანსებდა რუსულ-ქართული მაფია ევროპიდან, ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. რაც დამფინანსებელი ყავდათ, ის ესთეტიკა ჰქონდათ, ჩაიცვეს პატიმრის ცის და ჩაჯდნენ გალიებში, გალიები ქვია ამას, სხვა არაფერი არ ქვია, თუ კიდე საკრები, რომ საკრები გალიებები არ დიდ გასხვებას ვერ ხედავ. ამაზე უფრო თავხედურად, აი წარმოუდგენლად პირდაპირ ღია გამოსვლა კრიმინალის პოლიტიკურ არის, სხვა ვერავინ ვერ ნახე მათ კრიმინალების გარდა, მამთაჯების, ბიწაძეების იქ რა ქვია, კალაშოვების, შაქროების გარდა ვერავინ ვერ იპოვეს საქართველოში.